დავბრუნდით და სეზონის პირველი ეკობლოგი ყოველ შაბათს შევეხებით ეკოლოგიის პრობლემებს და დავიწყებთ სამყაროს დასუფთავებას. 20 სექტემბერს იწყება ესეთი კამპანია დავასუფთავოთ საქართველოს და ჩვენი სტუმარია ქავტერ ნინო ჩხობაძე, საქართველოს წვანთა მოძრაობის თავმჯდომარე, პროექტის მენეჯერი. სალამი ქავტერ ნინო, გაგვაგებინეთ ნახტი. ამ კამპანიას ხელმძღვანელობს არაერთი ორგანიზაცია, არა მარტო საქართველოს წვანთა მოძრაობა, არამედ კიდევ ორი ორგანიზაცია ვართ, ეს არის ორხისი და ეკოხედვა, ეკოვიჟენ, უბრალოდ. ყველას თავთავის კომპონენტი აქვს. ჩვენ ძირითადად პასუხისმგებლები ვართ მობილიზაციაზე მთელ საქართველოში და რაც არის საინტერესო, ეს არ არის მარტო საქართველოს კამპანია. არის დავასუფთავოთ მსოფლიო, რომელიც ტარდება უკვე 92 წლიდან მოყოლებული მთელ მსოფლიოში. წელს არის ძალიან დიდი რეკორდული ციფრი ქვეყნების, რომელიც ამ კამპანიას უერთდება, დაახლოებით 130 ქვეყანა არის უკვე იღებს მონაწილეობას. ეს არის საინიციატივო ჯგუფები ყველა ქვეყანაში, სხვადასხვა მხარეს და პრაქტიკულად ძალიან ბევრი სხვადასხვა ქმედებები არის დაგეგმილი, მაგრამ აი ეს განსაკუთრებული 20, 21, 22 ეს რიცხვები იცვლება ყოველ წელს, მაგრამ აუცილებლად არის სექტემბერში. დავასუფთავოთ მსოფლიო, რეალურად გამოდის მთელი 130 ქვეყანაში სხვადასხვა ჯგუფები და ცდილობენ დაასუფთავონ ის ტერიტორია, სადაც ცხოვრობენ და ის გარემო, სადაც არიან. ხო და ქავტერ ნინო, როდესაც შევიტყვე რომ ესეთი კამპანია იწყება, გამიშთა ეს შეკითხვა, დავასუფთავოთ მსოფლიო, როდესაც გესმის, მე მგონია რომ აქ საუბარია ქიმიურ ნარჩენებზე, ბიოლოგიურ ნარჩენებზე. საქართველოში სანამ აქამდე მივდივართ, ლაპარაკია სიგარეტის ნამწვავის საკუთარი ბუნკერის და სადარბაზოს. საქმე იმაშია, რომ მთელ მსოფლიოშიც არის ლაპარაკი, ეს კამპანია წამოვიდა ზუსტად იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში გონია რომ ყველაფერი კარგად არის, სინამდვილეში ესე არის. და იგივე განვითარებულ ქვეყნებში, ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყნებში პრობლემა კომუნალური ნარჩენისა ისეთია, როგორც ჩვენთან არის. უბრალოდ ეს ვიზუალურად არ გვხვდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში თვითშეგნება მოსახლეობის არის ძალიან მაღალი, იმიტომ რომ თუ ჩვენთან დღეს თბილისიდან დასავლეთში მივდანდებით ტრასაზე, არავის არ გაახსენდება, რომ შეიძლება გააჩეროს მანქანა, გადმოვიდეს, აიღოს ბოთლი, რომელიც წინა მანქანამ გადააგდო, ჩადოს რაღაცაში, მიიტანოს ბუნკერამდე და გადააგდოს იქ. როგორც წესი, ჩვენ ამას არ ვაქცევთ ყურადღებას და ითვლება, რომ ეს არაფერი ისეთი არ არის, მე ხوار დამიბინძურებია, სხვამ დააბინძურა, მე არა ვარ პასუხისმგებელი. მეორე მომენტი არის ძალიან რთული, იმიტომ რომ თუნდაც ტრასებზე დაბინძურება, რომელიც ჩვენთან არის ძალიან აქტიური, სამწუხაროდ ძალიან ბევრი ძვირადღირებული მანქანიდან მინახია გადაგდებული ბოთლი და უკან მომავალ მანქანას ეს დაუფიქსირებია და არა იქიდან მარტო იქიდან კი არა რომ ის ქმნის ძალიან ბევრ შემთხვევაში ამით ესე ვთქვათ საავარიო სიტუაციას. კიდე ამას ემატება ის, რომ გარემო აბსოლუტურად დაბინძურებული. შენიშნის მიქცევა, აი თქვა მე სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა რიგაში თუ არ ვწვევ, ბილეთი დავაგდე და წუთში მოვიდნენ, აბა იღეჩქარა ეს გადააგდე. ჩვენთან სიცილად ითვლება, რომ შენიშნა მიცე და მთელი არსი ამ ჩვენი კამპანიის, რომელსაც ქვია დავასუფთავოთ საქართველო, იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ, როგორ შეგვიძლია დავასუფთავოთ მსოფლიო, თუ არ დავიწყებთ საქართველოს დასუფთავებით, ამიტომ დავასუფთავოთ საქართველო, თავარი არსი არის არ გადააგდო, შენ თვითონ არ შექმნა ეს სიტუაცია. თბილისშიც კი გვაქვს სახლები, რომელიც მაღალ სართულიდან იცვლიან. იცით რამე და თქვა რომ ძალიან რაღაცა თვალში მე აი რატომღაც მე მაქვს ხოლმე ამაზე გამახვილებული, იმიტომ რომ ბავშვს ვზდი რომ აი ეს დარბის ხოლმე დიდხანს სანამ რაღაცას ჩააგდებს და ამიტომ თვალი გამახვილებულია და ძალიან ბევრი ყრის, აი ქალი, კაცი, ბავშვი ეს რაღაცა ჩვევაა და ერთ ჩემ ორ ნაცნობს რომ უთხარი, კარგი რა ეგერ არის სანაგვე აქ რატო მე საკმაოდ ბევრს ვიხდიო ნაგვის გადასახდელისასო და კეთილი ინებონო და დახვეტონო. ანუ ეხლა ხო გაიზარდა ეხლა ისევ ჩემცირდა, ეს იყო ის პროტესტი, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ შაშანთა. ეს იყო გამართლება თავისი საქციელის, არაფერი პროტესტი არ არის. ნაწილი პროტესტიც არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა საუბარი, იყო თუ არა მიზანშეწონილი დენზე მიბმა ნარჩენის გადასახადის, ანუ ნაგვის ეგრეთ წოდებული გადასახადის. არ იყო გამართლებული და საშინელება, მაგრამ ეს არ ამართლებს. მაგრამ არსებობს ეს ფსიქოლოგიური მომენტი, ძალიან ბევრ შემთხვევაში თბილისში უფრო მეტი სამუშაო გაუჩნდა კომუნალურ სამსახურს, მაგრამ ეს არ არის გამართლება არანაირად. ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გადავყაროთ.
იმის მაგივრად რომ ზოგ შემთხვევაში ჩვენ ვიძახოთ და მთელი არსი ამ პროექტის და კამპანიის არის არა მარტო უბრალოდ ერთ დღეს გამოვიდეთ და დავასუფთავოთ, არამედ ვიმუშაოთ ახლა მეორე ფაზა დაიწყო, ვიმუშაოთ იქითკენ რომ ვილაპარაკოთ 4 ერის, 3 ერის, ჯერ იყო 3 ერი, ახლა უკვე 4 ერი, ანუ სისტემაზე, ანუ თვით შეგნებაზე მოსახლეობის ლაპარაკი. და იმაში არ ვყრით და ეხლა ესეთი ისინი რომ დაიდგა სურნებისა და ცალკე მინისტრად არა შეიძლება ეს ჯერ ადრე იყოს თვითშეგნებისთვის, მაგრამ ის რომ გარკვეული სეპარირება უკვე ხდება საქართველოში 80-იან წლებში დაგვირიგეს რაღაცა გოჭი ეხატა ერთ რაღაცა და არ გაამართლა ერთ კვირაში მოისპო. მე მოვიტანე დღეს ხელთათმანები და მოვიტანე ჩვენი ნიშნები, ეს არის ლოგო დავასუფთავოთ საქართველოსი, მე მინდა გადმოგცეთ თქვენ და მთელი თავის როგორ ფიქრობთ, როდესაც არ არის თვითშეგნება და ამ თემაზე ლაპარაკობთ პირველად არა მე ვერ წარმოვიდგენიათ მე რომელჯერ და სულ ლაპარაკი ამაზე, მაგრამ შედეგი პრაქტიკულად არ არის. ხომ არ თვლით, მე არა ვარ საერთოდ ის მკაცრი და პოლიციური მეთოდების მომხრე, მაგრამ საჯარიმო სანქციების დაწესება სად გინახიათ ახლა გადაგდებოდა არსებობს საწარმოები დაუჯარიმებიათ ზოგ შემთხვევაში არა არგუმენტირებულად და არასწორად, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ძალიანაც სწორად. მე გეტყვით რომ ვთქვათ რომ შედეგი საერთოდ არ აგვაქვს, რეალურად ესეთი არ არის. წინა ფაზაში ან პირველ ნაწილში ან დავასუფთავოთ საქართველოს ჩვენ ამას ვახორციელებდით. ჩვენ ავწერეთ დაახლოებით 300-მდე საქართველოში რაც მოვახერხეთ 300-მდე სტიქიური ნაგავსახლელი. ანუ როცა მოსახლეობა თვითონ თავის სახლის არ გავა ურნის ვარიანტი, ურნას ხედავს კონტეინერს, მაგრამ იგი არყრის გვერდზე დაყავს. ხევებში, მდინარეებში არის მთლიანად ჩაყრილი. და 300-მდე დაახლოებით როცა შედეგებს ვიტყვით, დაახლოებით 60% ამ ტერიტორიების, რომელიც ერთხელ დასუფთავდა, ერთი-ორჯერ მოგვიწია სერიოზული აქციის ჩატარება, შემდგომში აღარ დაიყარა. ანუ როცა ხედავს რომ იქ სისუფთავია, ფსიქოლოგიური ფაქტორიც მუშაობს აგად. სხვა კეთებს მის მაგივრად, მის დაყრილ ნაგავს. არ არის მასე, ჩვენც გვეგონა რომ აქციები არაფერ შედეგს არ მოგცემს, მაგრამ ვინც კი მიიღო მონაწილეობა ჩვენ აქციებში მეორე დღეს არავითარ შემთხვევაში აღარ ცდილობს ამ ცდილობს ეძებს. არა, მონაწილეობის მნიშვნელობა. ამიტომ ეხლა 20-21-ში 22-ში პრაქტიკულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება ძალიან დიდი აქტივობა. შეგიძლია კონკრეტულად გეტყვით, ჩვენ ვიწყებთ 9-ის ნახევარზე, ვიკრიბებით, ესე ვთქვათ, სიმბოლურად ვიკრიბებით აბანოებთან, აბანოებიდან ავდივართ ნარეყალაზე, მე მგონი ესეც სიმბოლურია თბილისისთვის, გადავხედავთ ნარეყალიდან თბილისს და იქ არის პატარ-პატარა ქუჩებში დაყრილი ჩვენ და სამწუხაროდ ისევ ჩვენ მოქალაქეების მიერ დარჩენები და რასაც ვიპოვეთ ყველაფერს ერთად შევავდით. ჩვენ ამაში ძალიან დიდ მხარდაჭერას ვიწევთ თვითონ გარემოს დაცვის სამინისტრო, ფინანსური მხარდაჭერა ამ პროექტის არის სიდასი, შვედეთის საელჩოსი, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, ეს მაინც ცოტა მცირეა, იმიტომ რომ დროც ცოტა მობილიზებისთვის ძალიან ცოტა დრო გვჭება მაქსიმალურად და თვითშეგნება ძალიან დაბალ დონეზე გვაქვს. ნუ თუ შვედეთს დაჭერდა 20 წელი იმისთვის რომ თვითშეგნება ამაღლებულიყო, ნუ 10 წელიწადში მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ ნაგავი აღარ ჩავყაროთ მდინარეში. ნახოთ სიუჟეტი, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა რუსუდან გიორგაძემ მოგვიმზადა და შემდეგ ხალხს აქვს სიუჟეტს დანავიანებული პლანეტა. კარგი. აქედან დედამიწა არაჩვეულებრივი ჩანს, მაგრამ თუ ახლოდან შევხედავთ და დავაკვირდებით, შევამჩნევთ რა ზიანს ვაყენებთ ადამიანები მას ყოველდღიურად. ჩვენ ყრით მას, წვალთ, ვანადგურებთ, თუმცა პრობლემა მაინც გლობალურია და მას მეტ იგნორირებას უკვე ვეღარ გავუკეთებთ. შორს თვალისგან, შორს გონებისგან. ადამიანი ხშირად ამ პრინციპით ხელმძღვანელობს. იცით კი სად მიდის ნაგავი, რომელსაც ურნაში ვყრით. რა ემართება მას და სად მიდის მოხმარებული ნარჩენები ამის შემდეგ. ეს არ არის ერთი ქვეყნის პრობლემა, ეს არის დიდი პრობლემა, რომელმაც უკვე გლობალური სახე მიიღო. ეს ბუნების წესია, მას შეუძლია გარკვეული მასალა ნეშომპალად გარდაქმნას. თუმცა დღესდღეობით ჩვენ ვხმარობთ მასალას, რომლის გადამუშავებაც ბუნებას უბრალოდ არ შეუძლია. ეს ქიმიური და მომწავლელი ნივთიერებები კი ყოველი ადამიანის ორგანიზმში აღწევს. ხშირ შემთხვევაში სწორედ ის ხდება მთელი რიგი დაავადებების მიზეზი თუ ავადმყოფი ბავშვების რიცხვის კატასტროფული ზრდის გამომწვევი. თანდაყოლილი პათოლოგიები, კიბო და სისხლის დაავადებები სწორედ დაბინძურებული ჰაერის დამსახურებაა. ეს ნივთიერება რაღაც დოზით ყველას ორგანიზმში.
მსოფლიოში მილიონობით ნაგავსაყრელია. ყოველდღიურად მიწაში ტონობით ნაგავი იღრება, თუმცა ნაწილის გადამუშავება ბუნებრივად ხდება. ძირითად ნაწილს კი მიწა არ იღებს და მის გასანადგურებლად ნაგვის დაწვაა საჭირო. გადამუშავების შედეგად კი წარმოიქმნება მეთანი და კარბონის დიოქსიდი. მათი ჰაერში მოხდრის შემდეგ კი ნადგურდება მწვანე საფარი. ადამიანებში კი ხშირად სიმსივნის გამომწვევი მთავარი ფაქტორია. სწორედ პოლიეთილენისა და პლასტიკატის წვისას გამოყოფილი მეთანის ჰაერში მოხდრა იწვევს ადამიანის ორგანიზმში სიმსივნური წარმონაქმნებისა და მეტასტაზების გაჩენას. პოლიეთილენისა და პლასტიკატის წვის შედეგად გამოიყოფა მეთანის გაზი, მომწამლავი აირი, რომელიც კანცეროგენია. ნაგავსაყრელი ნაგვის თავიდან მოშორების ერთადერთ ყველაზე იაფ გამოსავალს წარმოადგენს. მეცნიერები კი ამბობენ, რომ ნაგავსაყრელები და მისი გადამუშავების ეს გზა პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან. ნაგავი წვის შედეგად გამოყოფს აირს მეთანის გაზს, რაც უშუალოდ გამომწვევია გლობალური დათბობის, ყინულების დნობისა და წყლის დონის მატების. კლიმატის ცვლა პირდაპირ კავშირშია გადამუშავებულ ნაგავთან. ჩვენ შედარების საშუალებაც გვაქვს. კლიმატის დაბინძურება და გლობალური დათბობა ორჯერ უფრო დაჩქარდა, ვიდრე ეს პრეინდუსტრიულ სამყაროში ხდებოდა. მსოფლიოში მზარდი პოპულაცია მზარდ ნაგავსაყრელებს უდრის, რაც ყველაზე დიდ პრობლემას მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებს უქმნის. მათი მთავარი პრობლემა ნაგავსაყრელების დასახლებულ პუნქტებთან სიახლოვეა. ეს შეერთებული შტატების დიდი პრობლემაა. მე უკვე წლებია ნაგავსაყრელების წინააღმდეგ ვიბრძვი. გავრცელდა სხვადასხვა ინფექციური დაავადებები მწერებისაგან და პარაზიტებისგან, რაც ყველაზე უარესია დაბინძურებულ ჰაერთან ერთად ახლა ჩვენ ნაგავსაყრელის სიახლოვის გამო სასმელი წყალიც უარგისი გვაქვს. ნაგვის გადამუშავების ალტერნატივა იპოვეს იაპონელებმა, რომელთაც უვარგისი ნივთები, გაზისა და ელექტროენერგიის წყარო დაქციეს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მავნე ნივთიერებები მათ ჯანმრთელობას საფრთხეს აღარ უქმნის. დაბინძურებულია ზღვები და ოკეანეები. ადამიანის მიერ მოხმარებული ნაგავის ზღვაში ჩაყრილი პლასტიკატის ბოთლები ანადგურებს უნიკალურ წყალქვეშა სამყაროსაც. მეცნიერების თქმით, განსაკუთრებით ტოქსიკურია გადაყრდილი და უვარგისი ტექნიკა. გადამუშავების გარეშე ის რიგი ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევია. ხშირ შემთხვევაში კი უვარგისი ტექნიკა პირდაპირ ნაგავსაყრელებზე ხდება ყოველგვარი გადამუშავების გარეშე. მათი რიცხვი კი ყოველწლიურად კოლოსალურ რაოდენობას, მილიონობით ტონას აღწევს. ელექტრონული მოწყობილობები ნაგვის 5% შეადგენს. ჩვენ ამას ვერ შევაჩერებთ. ყოველდღურად მილიონობით ადამიანი აგდებს გამოუყენებელ ტექნიკას. ერთადერთი გამოსავალი მისი შესაბამისად გამომუშავებაა. მრავალ ქვეყანაში ნაგავი ტიპებადაა დაყოფილი, სხვადასხვა ურნაა გამოყოფილი ქაღალდის, პლასტმასისა და პლასტიკატის ნივთებისთვის, რაც მის გადამუშავებას უფრო იოლს ხდის, თუმცა ეს გამოსავალი არ არის. მეცნიერები ამ გლობალური პრობლემის ერთადერთ გადაჭრის მეთოდად პლასტიკატსა და პოლიეთილენზე უარის თქმასა და ორგანული ნივთიერებების გამოყენებას ასახელებენ. ნივთიერების, რომელიც დროთა განმავლობაში ბუნებრივად გახდება მიწის ნაწილი და იქცევა კომპოსტად. მთავრობას კი მოუწოდებენ პასუხისმგებლობა უშუალოდ აიღონ, თორემ ეს მზარდი პრობლემა რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო მეტი დაავადებისა და ეკოლოგიური კატასტროფის გამომწვევი მიზეზი გახდება. პასუხისმგებლობა დედამიწის გადარჩენაში თითოეულ ჩვენგანს ეკისრება. ნაგავი დაახარისხეთ და მხოლოდ ისე გადაყარეთ. თითოეულ ნივთიერებას სპეციალური დამუშავება სჭირდება. გახსოვდეთ, რომ თითოეული გადაუმუშავებელი ნივთიერება ტოქსიკურია. ქუჩაში დაგდებული პლასტმასის ბოთლი თუ პოლიეთილენის პარკი საფრთხეს გიქმნით პირველ რიგში თქვენ და თქვენთან ერთად მთელ სამყაროს. თითქოს ეს ყველაფერი ყველამ ძალიან მაწუხებს მთელი პლანეტის პრობლემა, მაგრამ პირველ ყოვლისა ჩემი ქვეყნის, ჩემი ქალაქის, ჩემი უბნის, ჩემი სადარბაზოს პრობლემა. ბავშვის სათამაშოდ ჩასვლის დროს პირველი იმაზე ვნერვებ, რომ რაღაცა ნაგავი არ აიღოს ხელში, რომელიც სულ ყრია. ბლოკში ჰქონდა საუბარი ძაღლებთან დაკავშირებით და იყო კატასტროფული ციფრები დასახელებული, რამდენი, ესე ვთქვათ, უპატრონო ძაღლი არის და რაოდენობრივად როგორ არის გაზრდილი. ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ რაოდენობა ამ უპატრონო ცხოველების არის გაზრდილი, არის ზუსტად ნარჩენების რაოდენობის დიდი მოცულობა. იმიტომ რომ საიდანაც ის იკვებება, არის ზუსტად ეს ნარჩენი, რომელიც სტიქიურად არის ვიღაცის მიერ გადაგდებული. ეს რომ არ იყოს, ანუ ეს ფაქტორი რომ იყოს მოხსნილი, შესაბამისად ვირთხების რაოდენობა იზრდება. იკვებება ცხოველი, ეს მაწანწალად ძაღლები განსაკუთრებით გარეუბნებში იკვებებიან ვირთხებით. ვირთხარი სოფის გადამტანი, ეს გვაუწყდება ყველას. მერე დავადდება ამით ძაღლი და ასე შემდეგ. ანუ ეს მთელი ჯაჭვი
რომელიც არის პირველი რგოლი რაც არის მნიშვნელოვანი აქედან დავიწყოთ იქედან ანუ ეს არის ის ნარჩენი რომელსაც ჩვენ ვყვრით რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ნაგავს მაგრამ რომლის გამოყენება რეალურად პრინციპში ადამიანს მაინც ნაწილობრივ მაინც შეუძლია იმიტომ რომ აგროვებენ აი სიუჟეტში რომ ნახეთ საგულისხმოა ამერიკელი ბუნების დამცველი იყო და წლებია ვიძიო პრობლემის ანუ ყველგან არის ყველგან პრობლემაა ეს არ არის მარტო საქართველოს ფენომენი ჩვენ ახლა გვაქვს კიდევ ერთი ჩართვა ეკოლოგიასთან დაკავშირებით მანამდე ძალიან მოკლედ მინდა მიპასუხოთ ასეთ შეკითხვაზე აი კამპანიას რომელიც ახლა 20 სექტემბერს იწყება ხო ის ხალხი ხართ ჩართული რომელსაც ისედაც მაღალი თვითშეგნება გაქვთ და ისედაც არანაგვიანებთ იმას თუ შეიძლება რომ შემოიერთოთ ადამიანი რომელსაც დაბალი თვითშეგნება რაღაცა იქნება ხოლმე ის რომ პირველი ფაზა მეტნაკლებად წარმატებით წავიდა ამ კამპანიის შედეგი არის აი ეს მეორე ფაზა მე ვიმედოვნებ რომ უფრო მეტი ადამიანი გამოდის ახლა ასე ვთქვათ ამ ორგანიზებულ დასუფთავების აქციებზე მაგრამ ჩვენ გაქვს უკვე ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩვენ საიტზე cleanup.g და ნახოთ მეორე ფაზის რუქა ინტერაქტიული რუქაა წითლად არის მონიშნული სად უნდა ჩატარდეს აი 20-21-22-ში საქართველოში ჩვენ დაგვემატა ძალიან ბევრი სოფელი ძალიან ბევრ სოფელში მოსახლეობა გამოდის და ცდილობენ რომ ხევები დაასუფთავონ იმიტომ რომ მიზეზი კი ის კი არ არის მარტო რომ ესე იგი შენ გამოხვიდე ორგანიზებულად აქციაზე არამედ შენი საკუთარი სოფელი შენი საკუთარი ქუჩა დაასუფთავო ჩვენ ძალიან გვინდა 22-ში იქნება ბათუმში ძალიან დიდი აქცია პლაჟზე იმიტომ რომ სეზონი დამთავრდა და ნარჩენი დარჩა და შესაბამისად ვფიქრობთ რომ მასიური აქცია იქნება მეტნაკლებად ხალხი გამოვა და თვითონ დაგუჭერენ ბათუმელები ამაში მონაწილეობა რატო გამოაქვს რაღაცები იმიტომ რომ შეყრი იმიტომ რომ ნაგავსაყრელი არ არის მოწესრიგებული დავიწყოთ აქედან იმიტომ რომ ჩვენი ყველა საბჭოთა პერიოდში აშენებული ნაგავსაყრელები მდებარეობს მდინარეების ნაპირას და პრინციპი იყო ძალიან მარტივი მაგერად რომ მოგვიარა ამ ნაგავსაყრელის მდინარე ადიდება და წაიღებსო და ესე არის ფოთი ეს არის ბათუმი მართლა სერიოზული პრობლემა მოგეს არის სოხუმში ნაგავსაყრელი განთავსებული პირდაპირ ნაპირზე ქუთაისის ნაგავსაყრელი რომელიც დახურვაზე მიდის საუბარი აგრეთვე არის რიონის პირას იყო 60 ჰექტარი დღეს დაგჭა 16 მდანჭი რიონმა წაიღო და ასე შემდეგ მოკლედ ჩვენ ძალიან საინტერესო ქვეყანაში ვცხოვრობთ რეალურად ეს იქნება მინდობილი ესე იგი დასუფთავება ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენ თვითონ რაღაცა გავიგოთ ჩვენ ვარ წარმოქმნელი ამ ნარჩენისა სხვა არავინ არ არის ამიტომ მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ძალიან ბევრი მოხალისე შემოგვიერთდება ძალიან ბევრი ადამიანი შემოვა ეს ქვეყანა არ არის სხვისი ეს ქვეყანა არის ჩვენი და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ არა უბრალოდ კი გლობალურად ალბათ პლანეტის დასუფთავებაზე მაგრამ მოდით ლოკალურად საკუთარი ქუჩა საკუთარი სახლი საკუთარი ეზო საკუთარი მოხალისეობა საკუთარი მდინარე პატარა მდინარე გადავარდნით ეხლა ჩართვა გაქვს როგორც ოზონის შესთან დაკავშირებით გარემო დაცვის სამინისტროსთან იმყოფება ნია ტყეშელაშვილი სტუმართან ერთად და ნია გითხარი რა ხდება მან მოგესალმებით დიახ მე გარემო დაცვის სამინისტროში ვიმყოფები ახლა სადაც დღეს აღნიშნეს 26 წლის თავი ასე ვთქვათ ოზონის შრის ხელშეკრულების მოწერიდან ხელშეკრულება 26 წლის წინ დაიდო ეს ხელშეკრულება მონრეალის ხელშეკრულება ქვია რაც ითვალისწინებს იმას რომ ამოვიღოთ ის ნივთიერებები მოხმარებიდან რაც ოზონის შრეს აზიანებს რა ნივთიერებებია ეს ამაზე უფრო კონკრეტულად ჩვენი სტუმარი ნოე მეგრელიშვილი გვესაუბრება და მოგესალმებით პროდუქტში გაგვარკვეთ რა ნივთიერებებზე აქვს საუბარი და რა ნივთიერებები ამოვიღოთ იმისთვის რომ ოზონის შრე გადავარჩინოთ მოგესალმებით გიგლოცავთ პირველ რიგში დღევანდელ დღეს ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს ეს ნივთიერებები ძირითადად ცნობილია ეგრეთ წოდებული ფრეონის სახელით ანუ ეს ნივთიერებები ძირითადად გამოიყენება სამაცივრო და ჰაერის კონდიციონირების დანადგარებში ასევე და ამ ნივთიერებების ხმარებიდან ამოღებას ემსახურება მონრეალის ოქმი რომლის მთავარი მიზანიც რა თქმა უნდა არის გადავარჩინოთ ის სასიცოცხლო ფარი რომელიც აკრავს დედამიწის გარშემო ოზონის შრე ეს ოზონის შრე გვიცავს ესეთი უარყოფითი მოვლენებისგან როგორც არის თვალის კატარაქტა კანის სიმსივნე ზოგადად იმუნოდეფიციტი და ასევე სხვადასხვა უარყოფითი მოვლენები რომლებიც დაკავშირებულია მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან ანუ მოკლედ რომ ვთქვა ოზონის შრე გვიცავს მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან და შესაბამისად მის გარეშე ოზონის შრის გარეშე სიცოცხლე დედამიწაზე შეუძლებელი იქნებოდა. ეს ხელშეკრულება გაფორმდა 1987 წელს, სადაც მონაწილეობდა დაახლოებით 63 ქვეყანა. დღეს რა მონაცემებია აქ? რამდენი ქვეყანა მიიღებს ამ მონრეალის ოქმში მონაწილეობას?
ეს არის უნიკალური საერთაშორისო ხელშეკრულება, ანუ გაერო სივრცეში ამ ხელშეკრულებას ანალოგია არ აქვს, იმიტომ რომ ამ ხელშეკრულებას აქვს უნივერსალური რატიფიკაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს ყველა აღიარებული სახელმწიფო შეერთებულია ოქმს და აიღო ყველა ამ სახელმწიფომ, ანუ თელმა დედამიწამ შეიძლება ითქვას, ვალდებულება, რომ შეწყვიტავენ ეტაპობრივად ოზონდამშენი ნივთიერების მოხმარებას და ერთად გადავარჩენთ ოზონის შრეს. დღესდღეობით ამ შეერთებულია 197 ქვეყანა და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ხელშეკრულება გაეროს ისტორიაში, რადგან დღეისთვის დაახლოებით 98% აი ნივთიერებებისა უკვე ამოღებულია მოხმარებიდან. ეხლა დარჩა ესე ვთქვათ მცირე ნაწილი, რომელიც ასევე საქართველოს და განვითარებადმა ქვეყნებმაც ეტაპობრივად უნდა შეწყვიტონ. რა ღონისძიებები იგეგმება დღეს საქართველოს ჩვენთან? როგორ აღნიშნავთ ამ დღეს? ესე იგი დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა, ეს იყო საბაჟო უწყებას გადავეცით ულტრათანამედროვე იდენტიფიკატორი, რომელიც მოახდენს გაძლიერებას საბაჟო უწყების იმ კუთხით, რომ არ მოხდეს ქვეყანაში უკანონო შემოსვლა ოზონდამშენი ნივთიერებების, იმიტომ რომ ქვეყანა არ არის წარმოებელი არც ერთი ოზონდამშენი ნივთიერების, მხოლოდ იმპორტზე ვარ დამოკიდებული, ამიტომ აუცილებელია იმპორტი იყოს მაღალ დონეზე, შესაბამისად გადავეცით საბაჟო უწყებას ეს ხელსაწყო, რომელიც გააკონტროლებს, რომელიც დაეხმარება მათ გააკონტროლონ აი ოზონდამშენი ნივთიერებების იმპორტი ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა. მე ის გადამჩენია გითხრათ, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ ოზონის შრე გადავარჩინოთ და თუმცა როგორც ამ სპეციალისტები ამბობენ, ამისთვის ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წელია საჭირო, რომ ბოლომდე განადგურდეს. გამორთოთ ჩვენ ხა კონდენსირება და ესე არა. გავაგრილოთ ყველა. კონდენსირება დიახ. გამოვართვევინებ და არ ვიხმაროთ ესეთი ეს ნახევრად ხუმრობი დეზადორები, მაგრამ ჩვენთან გისმენდით და თან აი ალბათ ნინომ გითხრა, რომ აქ კარგად ვიქცევით ამ სფეროში ჩვენ, იმიტომ რომ არა ვართ კონდიციონერის წარმოებელი ქვეყანა, მხოლოდ მცირედი მომხმარებლები ვართ, თუმცა ყოფილი საბჭოთა ტექნიკა და ძველი ბაქოს კონდიციონერები, რომლებიც ძალიან ბევრ ადგილას კიდე არის შემორჩენილი, მოიცავენ ისეთ ნივთიერებს, ანუ ფრეონის შემცველები არიან და ეს არის სერიოზული პრობლემა, ანუ უნდა მოხდარიყო მათი ინვენტარიზაცია და ასე ვთქვათ გამოღება და დამატება ფრეონის, მაშინ მაგ შემთხვევაში ეს ასე ვთქვათ გასასვლელი კონდიციონერი პრობლემაა. კი, გარკვეულად, მაგრამ მას აქვს თავისი დამტვერი. არსებობს მე რამდენს მახსოვს, მე მგონი არსებობს კიდეც, იყო თავის დროზე შექმნილი მემაცევრთა ასოციაცია, რომელიც მუშაობდა, რომელიც ჩატარდა სპეციალური ტრენინგები, როცა ჩვენ გავხდით მხარე მონრეალის ოქმისა და იყო საუბარი იმაზე, რომ გაგვეკეთებია სრული ინვენტარიზაცია და გაკეთდა კიდევაც იმ ძველი მაცევრებისა, ანუ ხელოსნები იყვნენ ამ მემაცევრთა ასოციაციაში გაერთიანებული, რომლებიც უშუალოდ დადიოდნენ და გიკეთებდნენ ესე ვთქვათ მაცევარს და ეს შედეგის მახსოვს, რომ სამინისტროში ფრეონს დაატარებენ, იმიტომ რომ ხდება სპეციალური ესე ვთქვათ გაწმენდა იმ არსებული ფრეონისა, იმის გადაღვრა არ შეიძლება, ეს იწვევს ესე ვთქვათ დაბინძურებას, მაგრამ ამის შეგროვება და შემდგომი დატუმვა შესაძლებელია, უბრალოდ ამის ყველაფერს თავის წესს სჭირდება. და აი ეს არის პრობლემა. ანუ ასე რომ ბევრი რამე გვაქვს გაკეთებული ამ მიმართულებით. წარმატებები ამ კამპანიაში. ყველას მოვუწოდეთ, რომ მოხალისეები იყავით სულ, მთელი ჩვენი ცხოვრება ვიყოთ მოხალისეები. განსაკუთრებით ახლა 20, 21, 22 ყველა შემოდით ბატონო გვეწვიეთ ჩვენ Facebook-ზე და გვეწვიეთ ასე ვთქვათ ჩვენ საიტზე და დავასუფთავოთ საქართველოს კლინაპჭი და ნახეთ სადაც გინდათ იქ შეუერთეთ აქციას. მე ყურეთ ყოველ ორ შაბათს, იმიტომ რომ ყოველი ორ შაბათი ჩვენთან ეკოლოგიის დღეა. მე ვიცი რომ ძალიან მაცევრთა ასოციაცია ვახსენეთ, ეხლა მწიგნობართა ასოციაცია და მე ვიცი რომ ამ მოძრაობას და ჩვენ სიამოვნებით შეუერთდებოდა დაზოტორაშვილი, რომელიც ჩამოვიდა ჩვენთან არის და დღეს მისი პირველი გადაცემა ამ სეზონში. და ძალიან მაგარი სამარძი შემოგვიერთება. დაგველოდეთ და დაელოდეთ ნახავთ თქვენ. იმედი არ გაგვიპროტესტებს.